მაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რადგან ბოლო ლაშქრობის დროს მთის თავზე რაღაც გამოქვაბულის მაგორი დავაფიქსირე. დრონით ახლო სპეციალურად არ მივედი, რადგან მინდა ეს ჩემი თვალით ვნახო და ფეხით ავიდე იქ, ამიტომ ერთად გავიაროთ ეს გზა. ჩაუჭერით. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, მეგობრებო, ზემოთ დრონით შევამჩნიე რაღაც გამოქვაბული. შეიძლება საერთოდ გამოქვაბულიც არ იყოს და უბრალოდ ჩამოშლილი კლდე იყოს რა. ეგ არ ვიცი. მაგრამ რაც ჩანს რაღაც ჩრდილივით ჩანს. შეიძლება უბრალოდ კლდეა ისი გადმოწოლილი და ის ქმნის მაგ ჩრდილს და მე დრონით რო უყურებ გონია გამოქვაბულია, მაგრამ შეიძლება გამოქვაბული არის. შეიძლება საერთოდ ძალიან პატარა ღრმული იყოს, აი სოროსავით. შეიძლება დიდი გამოქვაბული იყოს ვიწრო შესასვლელით. ეგ ნახდად არ ვიცი. მაგიტო ძალიან მაინტერესებს მაგის ნახვა. მოვედი აქ. კოღოიმა ლამისა შემჭამონ და ეს კიდე კაი მანქანაში მქონდა და გამახსენდა. შარშან სულ ამას ვიყენებდი. მამა მიყიდა საბავშვო არის და საბავშვო იმიტომ მიყიდა უფრო ჯანსაღერო იყოს ალბათ. აჰა დაისან. ხოდა ის რა ქვია? შარშან ამან მიშველა რა. კოღოები არ მიყარებოდნენ. ქიქ-თიქ ქვია. ვინმეს თუ გენდომებათ. რავი. უკვე ძალიან ბევრი არიან. სადღაც 2-3 დღის წინ ვიყავი და მაშინ ამდენი არ იყვნენ. მე ესე უნდა გადაინაწილო და დაისვენებ. ჩანთაში ბევრი რაღაც მაქვს საჭმელის მომზადებასაც ვაპირებდი და ამებს აქ დავტოვებ, ამოვაწყობ. ან ქოხში შევიტა რავი ჩემ ჩამოსვლამდე რამე რომ არ შეჭამოს. ჩანთას მაქსიმალურად დავამსუბუქებ, დავტოვებ მარტო წყარს, დრონს ჩავდებ და დავაწვევი ფეხით, იმიტომ რომ სულ აღმართები მაქვს ასავლეთ და მსუბუქად რო ვიყო. აი ხელზე აღარ მაჯდებიან რა. მაჯდება შარვალზე, სადაც ვერაფერს იზავს. კაი, გავემზადები და გავალ. წავედი მოკლედ. ჩანთა საკმაოდ მსუბუქია. ერთადერთი რაც არის დრონის წონა. 1 მათარა, ანუ 1 ლიტრო წყალი. და ნაჯახი. ისეთი არაფერი რა. ესე პირდაპირ ვივდი და სადღაც თავისუფალი ადგილი რო იქნება გამოჩნდება წესით. მაგრად მაინტერესებს მეგობრებო. სულ რო არაფერი დამხვდეს, ჩემ ინტერესს ხო დავაკმაყოფილებ. იქიდან დავინახე. ძალიან ისია. ხეები და მეტნაკლებად ჩანს. როგორც ჩანს, აქეთაც ხევია. მეორე მხარეს. აი ადგილი სადმე თუ შევძალი დრონის აფრენა კარგი იქნება, მაგრამ ცოტა არ იყოს და ეჭვი მეპარება. ხეები ისია. აი შენ ძალიან შორსიარული არ გინდა. ჩემთან იტრიალი ახლოს. ვიდეოში იმდენად ვერ აღიქმება ხოლმე, თორე კარგი აღმართი არის. თითის წორებზე ვდგავარ რა. ისეთი აღმართია. თან დრონზე ლიმიტი მოხსენი და 500 მეტრზე შემიძლია აუწიო. ეს კონკრეტული ჩემგან არის სადღაც 125 მეტრზე, მეტი არა. აი, სადაც მე ვიდექი თავიდან, სადაც დრონი ავაფრინე. დაახლოებით 9 საათია მოვდივარ და წყალს დავლევ. შეძგინე წყალი.
აი თუ გინდა მოდი აბა. აისონ, მოდი. მოდი აბა. კარგი ბიჭი დალი. აჰა, აქ დაგიდგავ და. მიდი. სუდალიე ტაისონ რა. ეხა მაგას ვეღარ ჩავაბრუნებ. აუ რა კარგია. ძალიან მაინტერესებს იქ რა დამხვდება. გადაობა ის იქნება საერთოდ რო არ დამხვდეს გამოქვაბული და ეგრე რო ჩანდეს დრონში, მაგრამ არა უშავს რაც არის. Come on. ვაგავაგზერებთ გზას. მოვდივარ, მაგრამ ჯერ დრონის სასაფრენი ვერ სადნა. არა უცდენ თავარი, იმიტომ რომ აქ ჩემს თავთან კლდოვანი გზა იწყება რა. აი აქ. დიდი თეთრი ჩამოშლილი კლდე. ეს არ არის ნახდად ვიცი. ესეთ კლდესთან მოვედი. აუ რავი გავრისკო აქ დრონის საფრენა ზემოთ უტოტებია და ოდნავაც რო წავარტყა სადმე შეიძლება მე ძალიან ცუდად დამივარდეს და ეგ არ მაწყობს. რამდენი გამოვიარე ეგეც არ ვიცი. აქედან დრონის საფრენი არ გავრისკე და გეტყვით რატომ. შეიძლება ავფრინდე გავატიო ამ ტოტებში, მაგრამ დაჯდომა უფრო რთული იქნება. აუ ეკით. აქეთ წავიდე. სუკლდეა რა წინ. იმედი ასვლა არ მომწევს. მაგარი ბიჭი ხარ, როგორ დაცოცავ ტაისონ? ვცდილობ რომ ამ კლდეს გვერდი აუარა. მოკლედ რა ხდება ახლა? ეკლდე არ არის, ბევრად ქვემოთ ვარ. აი ჩემს თან არ ვიცი საერთოდ თუ ხედავთ რა, იმიტომ მე თვითონაც ვერაფერს ვერ ხედავ. ჩემს თავზე მაქვს კიდე ერთი მთა ასავლელი. აი ბოლოში მომჩანს. ანუ აქეთ ისევ დაღმართი იწყება. შემდეგ ისე მკვეთრი აღმართი იქნება. კი გამიკვირდა ეს კლდე რომ ნახე, იმიტომ რომ დაბლიდან არ ჩანდა თითქოს და მე თქვი რა არის ამოვიარე თქო. იწყება მკვეთრი აღმართი. აი ეს ხე იქნება ძალიან დიდი ხნის მოჭრილი. აი ძალიან დიდი ხნის. ესეც. აუ აქ თავი რამდენიმე კილომეტრში გზაც არ არის და წარმოგიდგეთ უდესღაც რა ახლა გზაზე ფეხით რომ მოდიოდნენ და მე ახლა დამძიმებულები რომ მიდიოდნენ აუ მეტად სადმე ღია სივრცე ვნახო რა ავაფრინე იმიტომ რომ მივდივარ და საით მივდივარ არ ვიცი. Olası.
აქაც ყრეს მოჭრილი შეშა. შედარებით ნაცნობ ადგილას გავჩერდი, აი ეს ხეები, გამხმარი ხე ორი დავაფიქსირე დრონიდან რა, კარგად ჩანდა და აქედან შეიძლება შევძრო დრონის აფრენა. და მე უსაფრთხოდ დაშვებაც, რაც თავარია. აი აქედან აუშვებ და პირდაპირ გავალ. დავინახავ საით არის გამოქვაბული, რომ მიმართულება ავიღო და მე იქით გავიშვები მეც. რატომღაც მგონია რომ ახლოს ვარ რა. ეს ხეები რომ დავინახეთ, თითქოს და მახსოვს რომ იმკვდეს თან ახლოს იყო. მოვამზადებ ახლა დრონს და ავფრინდები. დრონი ადგილზეა უსაფრთხოდ დაეშვა. როგორც დრონიდან ჩანს, აი ეს რაღაც კლდე ჩანს იქით სადღაც და გამოქვაბული უნდა იყოს, ნუ სავარაუდო გამოქვაბული უნდა იყოს პირდაპირ აქეთ. ამასობაში სანამ ვიფრინე ესა ცოტა დავისვენეთ მე და ტაისონმა. დავაწვევი პირდაპირ. ძალიან მაინტერესებს. რაღაც უზარმაზარ ლოდებს მოვახავდი და შეიძლება ახლოს ვიყო, იმიტომ რომ იქიდან ჩამოყრილი იქნება. ეს რა იყო? თავარია ძალიან ცერად არ წავიდე. Tyson. თან ამასობაში მაგარი ადგილებიც ვიპოვე. მოდი. ოჩა, რა მაგრამ მოხდი შენც. მაგარი ბიჭი ხარ. რაც პატრონი იზაღლი. გონი მოვედი, იმიტომ რომ იმ სავარაუდო გამოქვაბულთან რო ჩამოშლილი კლდე არის. ეგ არის ეს. აქ არის ორი სორო. საკმაოდ დიდი განსაკუთრებით ის. მივა აბა. აისო წამოდი. საკმაოდ დიდი სორო არის.
დიდი შანსია რომ რაღაცის ბუნაგი იყოს. ვიდეო ნახავ. თან გამოთხრილია მიწა ნახეთ. ახლა რამე იყოს ეს მიხვდებოდა. ტაისონ მანდი ყავი ფოტოს გადაგიღებ გვექნება სამახსოვრო. იპოზიორა ტაისონმა ფოტოს მე ინსტაგრამზე დავდებ. ესე თუ ნახავთ ხოლმე რამეს ახლოს არ მიხვიდეთ, იმიტომ რომ წამო ტაისონ. შეიძლება ტურის იყოს, რელის იყოს. განა გამოგიხტება და შეგჭამს, მაგრამ შეიძლება შვილებთან ერთად იყოს. ბოლო მის ტერიტორიაზე ხარ მაგ დროს და სიმყუდროვეს ურღვა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თავდასხმა. შვილებთან ერთად თუ იქნება მით უმეტეს. ბევრი ჩამოშლილი კლდეა აქეთ და რომელიღაც უნდა იყოს ის. ტაისონი არის დასჯილი, როგორ მანერვიულა ვერ წარმოვიდგეთ. აქ იყავი აღარსა წახვიდე. გული გამისყდა, აი ამ კლდეს ხო ხედავთ. აქედან ავიდა და აი ცერად ხო არის. მანდედან ჩამოვარდა, აი აქ დაეცა. ჩამოსიალდა იქიდან და დაეცა აქ. ისე შემეშინდა. წამოდინენ ძალიან შემაშინა. არაზოს მოსვლი ასე რა და მაგრამ შემეშინა, ცუდად რო დასწემოდა, ან ტოც დასწემოდა ესე. ღმერთო დაიფაროს. კი არა აქ სიფრთხილე, აი სიმაღლეზე. როგორი აღმართია აქ. ჩამოსვლა არ გინდა. აი ამან რომ რამე იტკინოს და რამე რომ მოუვიდეს, მირჩევნია რომ მე მომივიდეს ეგ და ტაისოს არა რა. აი ესე წავა. და გავუყვები იმას შევამოწე. აქეთ წამოდი, აქეთ. ზემოთ გონის სუსხანერადაა ყველაფერი. აქ ამოვედი რა. მაგრამ ის სად არის არ ვიცი. სადავაფრინო თორე ავაფრენდი. ცოტა რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავა რა. აქეთ გავუყვე თუ აქეთ. და შემეძლოს ახლა თქვენი აზრის მოსმენა და რასაც მეტყოდით ვიზამდი. მე მგონია რომ იქით უნდა წავიდე. რატომღაც გონია, იმიტომ რომ აი აქედან უკვე თავს ხედავ რა ბოლოს. და აქეთ არაფერი ჩანს. გონია რომ იქით უნდა წავიდე. ეს ადგილი კიდე დრონის კაცში არ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ ზემოდანაც უფოთლებია და ხეები. კარგი, წავალ იქით, ძალიან ნაპირი და ცერა გზა, დაცერავებული გზა არის, მაგრამ ვიცი ფრთხილად ვიყო. აი სადღა მიდიხარ, კიდე უნდა ჩამოვარდე? აქ უნდა ახლა ასვლა. გამომივიდა მთასვლელი. წამო ტაისონ ესე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, იმიტომ რომ აქედან დაგორება. რა ვიცი. საერთოდ აქეთ არის მართლა. ხო არა ვაფრინო ისე. ეს კლდე გონი ის არის ჩამოშლილი რო ჩანს. კი. ტაისონ! უკან! ეგ არის მეგობრებო, ზე უდგება ამას. ამას უდგება მზე და რადგან ზე უდგება და ჩანს ესე იგი ეგ არის. და იმ კლდის აქეთ ჩანს მე ეგ რაღაც ნანგრევები. აი გავუყვეთ ზემოთ მაშინება. ოკნა. ცალი ხელით ვიღებ. ცალი ხელით ვეჭიდები.
ასე დროს მხოლოდ ნეტს მოეჭიდეთ ხოლმე. ჯობია არაფერს მოეჭიდო საერთოდ ვიდრე ხმელს. ეს ეგრე. მოვიდი. და უკეთესე. ვა, სადღარი. ფიქრობ გავრისკო თუ არა აქ გაძვრინა. აქედან მარტივია, მაგრამ ჩამოსვლა იქნება შედარებით რთული, უნდა გავთვალო ძალიან, რომ ოდნავ არ წასხოს პროპელერი ფოთოლს. აი მაქსიმალურად და რო დაეცეს 100%-იანი დაზიანდება მაინც ფაქიზია. აი აქეთაც უცადე გაძვრინა, იქითაც მანამდე რო გაჩვენეთ, მაგრამ არ მიშვებს დრონი რა. უსაფრთხოების მიზნით, აი ტოტები და ფოთლები რო არის ახლოს, სენსორები რო ხედავს, არ მაძლევს იმის უფლებას, რომ გავფრინდე. ასე რა ვერა უქნა, იმიტომ რომ არაფერი ადგილი არ არის მაგაზი განიერი. მეგობრებო, არა და ის ადგილი ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ არ ვიცი საიდან მივიდე რა. თუ აქედან ვერ მივაგნებ, ერთი ვარიანტი მრჩება, რომ ისე ქვემოთ ჩავიდე და დრონით მივიდე მაქსიმალურად ახლოს გავრისკო, ზემოდანაც, ახლოდანაც და დავაკვირდე საერთოდ, იქნებ საერთოდ გამოქვაბულიც არ არის. იმიტომ სხვა ვარიანტი არ ვიცი, დროს აღარ მიაქვს იქით რა. არაო და ჩანთა სადავდე. ეგ არის მაგარი ცუდი. შეზღუდვების თემა რო აქვს უსაფრთხოების თემაში, რომ აი არ გაგიფრიყდე ეს გონი იქით მოქვს ჩანთა. შემთხვევით რო არ ჩამოვარდეს და რამეს რო მიარყა. დავინახე ჩანთა. აი ერთი შეხედვით ხო იფიქრებ, რომ დრონით გახვალო რა. კი გახვალე ხა. უბრალოდ აი ამ წვრიტოს ხო ხედავთ ხმელს. მაგის იქით აღარ მიშვებს. ზედა სენსორები რო ხედავს ამ ფოთლებს, აღარ მიშვებს რა. არ ვიცი, შეიძლება ამ დრონს ის ფუნქციაც ქონდეს, რომ საერთოდ ეგ უსაფრთხოების ისინი გათიშო და მარტო სრულიად შენ მართვაზე იყოს, როგორც FPV დრონია რა. რო არ გიწევს, რომ აი ხარ წახვიდე, იქ არ წამოხვიდე და რაღაც უბრალოდ ეგ არ ვიცი ამას თუ აქვს. პარამეტრებში დიდად ვერ ვერკვევი. ამიტომ მომიწევს დავკეცო და სხვა გზა მოვნახო. ვიჯექი ცოტა ხანი ფიქრობდი და ესეთი რამ გადავწყვეტე. ოდნავ ქვემოთ ვეშვები. იმ მიზნით, რომ თუ რამე სიცარიელე გამოჩნდა, კარგი სიცარიელი, დრონი ავაფრინო. თუ არა და გუნდები ისე საიდანაც ამოვედი და ხელახლა ავაფრენ მაღლა, რომ იქიდან მაინც დავაკვირდე ან დავამუღამო რა არის ეგ. კაისო ნახეთ. ამასობაში თითქმის 3 საათი გავიდა და რამდენიმე კილომეტრი გამოვიარე. გონი დაცულება მიწევს საათი. ძალიან კარგია. ისი არა უჩქარო დაცურებისას, რომ მე თავი ვეღარ გავიჩერო. კაისო 4 ფეხი, კაი. რაღაც ხმა გავიგე. კაისო 4 ფეხი, კაი. რაღაც არანაცნობი ხმა. კაი რაც იყო. აქ რა ამბავია ნახეთე.
რო ჩამოინგრა, ალბათ წამოიღო და წამოიღო, შეხედეთ. მაგრამ კარგი რა არის, როგორც იქნა. ახლა მაინც გავიგებ რა არის მეგობრებო. გამოქვაბულია თუ უბრალოდ ნანგრევები, რომ ამდენი ხანია დავდივარ. თითქმის 3 საათია. და ჯერ ვერ გამიგია რა არის. როგორც დრონით გაიყვა, გამოქვაბული ნახდად არ არის. შეიძლება იფიქროთ თავიდან ვაგეფრინა შეგემოწმებინა ეგრეო და ნახავდი რა იყო და რა არა, მაგრამ რატო არ გავაკეთე ეგ? მირიანს უთქვამ შემთთვის, რომ დრონი აზარმაცებსო რა. რაღაც რო გაინტერესებს, აფრინდები უცებ, შეამოწმებ რა არის, ჩამოხვალ. იმის ის აღარ გექნება მე რომ მოდი აბა ფეხით და სავაჭრაო რა და ეგ რო თავიდანვე გამეკეთებინა ეგრე, დრონით რო შემოწმებინა. მე აქ არა ვიდოდი ეგ ერთი, მერე მეორე და ასე მიეჩვევა ადამიანი და მართლაც გაზარმაცდება. მირიანმა იქ თავის დროზე სწორი მითხრა. ამიტომაც არა აქ რაღაცას უთხრია. მიწა. ამიტომაც არა ვფრინდი თავიდანვე და მინდოდა რომ ჯერ ჩემით მენახა. მაგრამ რადგან ვერ მივადექი. მაგის გამო ალფინდი შევამოწმე და არ არის გამოქვაბული, უბრალოდ კლდე არის ესე გადმოშვერილი და ქვემოთ არის სიცარიელი. მაგრამ მეგობრებო, სწორად ვიდექი, ხო გახსოვთ, აი ეს რაღაც მოყვითალო ფერის კლდე რო იყო ესეთი მომგვალებული. რო გითხარით, საი წავიდე აქეთ თუ იქით თქო. საითაც თქვი წავალ თქო. მაგრამ რო ვეღარ დავინახე ვერაფერი. ზუსტად ჩემს გვერდით ყოფილა ეგ რა. დავუშვები, არ ვიცი საით მივდივარ. მაგრამ ქვემოთ რომ მივდივარ, ეგ ვიცი. მაგარი წაქცევა იყო. გზააკედან სულ სხვა არის რა. რაც მე ზემოთ ვიბოდიალე. ამიტომ მოვყავით აისოს. აისო, ჩვენს ქოხთან მიმიყვანე. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რო უთხრა და გავყვე მართლა იქ მიმიყვანს. არა, ბევრი ვიდეო გავთიშე, გამოვიხედე და ზუსტად მოვედით. სამღოლ აისო. ჩემი ნივთებიც ადგილზეა. ხორციც ადგილზეა. მაგრად დამცრა. წყალს ვიზოგავ, თორე აი ესე გადავიულებდი ახლა. ძალიან დამცრა. ახლა ვფიქრობ საერთოდ საჭმელი მოვიმზადო თუ პირდაპირ სახლში წავიდე. ხოხში ახლა არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, როგორც გითხარით, სხვა დროს აქ რომ დავბრუნდები, ვაპირებ დავშალო და ახალი ავაშენო. მეგობრებო, მოკლედ გადავწყვიტე რომ წავიდე. რაღა გადაგიგდოთ აი ეს დაიცალაკე, აღარ არის არაფერი გადასაგდები. კიდევ კარგი ეს მაინც მოვიფიქრე რომ დავცალე ჩანთა და ეგრე წავედი, თორე რისთვის ვათრევდი ამდენ საჭმელს. უსადენო დამტენი საქმე მქონდა დატოვებული, რავი, მაგის იქ წაღებას აზრი არ მქონდა და კიდევ კარგი, თორე ახლა ჩანთა ერთი 10 კილო მაინც არის. შეიძლება სადღაც 13-იც. თავარია რომ ჩემი ინტერესი დაკმაყოფილდა, გავიგე რომ ის გამოქვაბული არ არის. არის უბრალოდ ჩამოშლილი კლდე. თან დრონის ტესტიც გამოვიდა რომ დრონმა არ გამაზარმაცა. ჯერ მიავედი, ცადე ჩემი მაქსიმუმი და მერე უკვე ბოლოს დრონით ვნახე.
მადლობა მეგობრებო რომ მიყურებდით. შევხვდებით სხვა დროს სხვა ვიდეოში. აბა მაგრად თქვენ უყურებდით BBR Whites.